საქართველოს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა განვითარების პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა. სწავლება 2016 წლის 15 აგვისტოს დაიწყო და 2018 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაგრძელდება. პროექტის მიზანი პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, რათა მასწავლებლებმა და დირექტორებმა სკოლა ეფექტიანად მართონ. პროექტს 1000 წლეულის განვითარების კორპორაცია აფინანსებს. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც 3 ეტაპისაგან შედგება და დღეს პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. პროექტის მიზანი გახლავთ ხელი შეუწყოს ზოგადად სკოლის მენეჯმენტის განვითარებას და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აქ არის, ეს არის ის, რომ სკოლაში უნდა მოხდეს მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს და კულტურის ფორმირება. დირექტორებმა მონაწილეობა მიიღეს 1000 წლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში დაფინანსებულ და განხორციელებულ სასწავლო კურსში ლიდერობის აკადემია ერთში. ეს გახლავთ პროექტი, რომელიც ხორციელდება 2016-2019 წლებში. ლიდერობის აკადემია ერთი არის საუკეთესო შესაძლებლობა იმისათვის, რომ თანამედროვე სკოლის თანამედროვე ლიდერად ჩამოყალიბდე. 21 საუკუნის გამოწვევები არის იმგვარი, რომ აუცილებელია სკოლაში იყოს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.